შემუშავდა სტანდარტის პირველადი ვერსია, სტანდარტის სტრუქტურა გახლავთ სამნაწილიანი, ესე შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის მიზნები, შემდეგ ბლოკში მოდის სტანდარტის შედეგები, შეფასების ინდიკატორები და სამიზნე-ცნებები და მესამე ბლოკი არის უკვე თემატური ბლოკები და ეს სტრუქტურა, ანუ შედეგების და ბლოკების სტრუქტურა ყველა საფეხურისთვის თავისთავად ცხადია არის ცალ-ცალკე მოცემული. რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება პირველ რიგში, ეს არის საგნის სახვითი და გამოყენებით ხელოვნება სახელწოდება შეიცვალა ვიზუალური ხელოვნებით, რომელიც ვთვლით, რომ უფრო ფართო მნიშვნელობის არის, უფრო მოქნილიც არის და მეტად ასახავს დღევანდელ გამოწვევებს. ამის შემდეგ უკვე დავიწყეთ მუშაობა სტანდარტის მიზნებზე, რომელიც პირდაპირ ასახავს უკვე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, როგორ არის საგნის ჭრილში წარმოდგენილი და პირველ რიგში აქ ხაზგასმულია თავისთავად ცხადია ის ფასეულობები და ღირებულებები, რომელიც ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებშია წარმოდგენილი და უკვე შედეგები და ყველა დანარჩენი ამ დოკუმენტის კომპონენტი გამომდინარეობს საგნის სწავლა-სწავლების მიზნებიდან და ძალიან ჰარმონიულად და ურთიერთდაკავშირებულია მოკლედ ყველა ამ დოკუმენტის კომპონენტი. გადამუშავდა და ბევრად უფრო დაიხვეწა სტანდარტის შედეგები, სამიზნე-ცნებებიც გადამუშავდა, მაგრამ რაც სიახლეა, ეს არის საფეხურის ბოლოს მისაღწევი შედეგების ინდიკატორები. ეს ინდიკატორები ერთი მხრივ ძალიან შეუწყობს მასწავლებელს ხელს ინკლუზიურ განათლების წარმართვაში, მეორე მხრივ კონკრეტულ დავალებაზე მორგებული შეფასების რუბრიკების შექმნაში და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ეს არის სტანდარტის შედეგის ბოლოს მისაღწევი შედეგების ინდიკატორები, რომელიც უკვე მერე კონკრეტულ დავალებებზე იქნება მორგებული. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სწავლება მიმდინარეობდეს რაღაცა ერთ გარკვეულ თემატურ კონტექსტში, რომელიც საშუალებას იძლევა დამუშავდეს და იმ ჭრილში წარდგეს ეს სტანდარტის შედეგები, საფეხურის ბოლოს მისაღწევი შედეგები და სამიზნე-ცნებები. ბლოკები იძლევა სტანდარტის შედეგებზე და სამიზნე-ცნებებზე ერთ კონტექსტში უფრო სიღრმისეულად მუშაობის საშუალებას. რა თქმა უნდა, ეს ბლოკები საფეხურის მიხედვით ასაკთან ძალიან მჭიდრო კავშირშია. აი მაგალითად ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო, დაწყებით კლასებში თუ არის მაგალითად მე და გარე სამყარო და ამ შემთხვევაში ხდება უკვე მოსწავლის გარკვეული სამყაროსთან ურთიერთობის დამყარების გზა არის ხელოვნების საშუალებით, საკუთარი თავის აღმოჩენის ან კავშირების გაბმის მის გარემოსთან, უკვე ამ ესეთი ბლოკი საბაზო საფეხურზე მე-7-მე-9 კლასებში გვხდება გარემო და ხელოვნების სახით. ერთ-ერთი ბლოკი მაგალითად კიდე არის ხელოვნება ჩემ გარშემო, სადაც მოსწავლე აღმოაჩენს მთელი მრავალფეროვნებას და იმ ხელოვნების იმ მრავალფეროვან ფორმებს, რომელიც მას ცხოვრებაში ხვდება გარშემო და ამას სწორედ ეს საგანი უწყობს ხელს ამ ყველაფრის აღმოჩენას და უკვე საბაზო საფეხურზე ეს ბლოკი ხვდება ხელოვნება და საზოგადოების სახით, სადაც უკვე მკაფიოდ არის ნაჩვენები თვითონ ხელოვნება რა როლს თამაშობს საზოგადოების ცხოვრებაში და პირიქით როგორ აისახება სამყაროში მიმდინარე პროცესები ხელოვნებაში და როგორ მოგვითხრობს ამ ყველაფრის შესახებ ხელოვნება. ხაზი მინდა გაუსვა კიდე ერთ სიახლეს, რომელიც ჩვენ თვითონ ძალიან გვეამაყება, ეს არის მე-10 კლასის ბლოკი. მე ხაზი გაუსვი, რომ
საბაზო საფეხურზე მე-7-მე-9 კლასებში ფაქტიურად რთულდება და გრძელდება იგივე ბლოკები, რაც არის პირველ-მე-6 კლასებში და მე-10 კლასი უკვე ასაკიდან გამომდინარე და აი მსოფლმხედველობითი ასპექტებიდან გამომდინარე უკვე ჩავთვალეთ, რომ ის ასაკობრივად მომწიფებული და მომზადებულია, რომ წინა წლებში შეძენილი ცოდნა გაამთლიანოს და უკვე საქართველოს ჭრილში აღიქვას მთელი სამყაროს ხელოვნება. ანუ ბლოგს მე-10 კლასში ქვია საქართველოს ხელოვნება მსოფლიო ხელოვნების კონტექსტში. და აქ ხდება უკვე სტრუქტურირება მთელი წინა წლებში შეძენილი ცოდნის და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ საქართველოს ჭრილში აღქმა მთელი ამ მსოფლიო ხელოვნებისა. ხშირად იცით, რომ ხდება, რომ აი რატომ უნდა ვისწავლო ხელოვნება თუ ნიჭი არა მაქვს, ხშირად არის ამ ტიპის რაღაცა პრობლემები ჩვენი საგნის სწავლებისას და კაფიოდ აჩვენებს ნებისმიერი პროფესიის ინტერესის და საქმიანობის ადამიანმა როგორ შეიძლება ხელოვნება თავის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დააკავშიროს და რეალურად რაში გამოადგება ეს ყველაფერი. ეს რაკურსები კარგად არის ნაჩვენები საგნის სწავლასწავლების მიზნებშიც.